საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი. საქსტატმა საგარეო ვაჭრობის სამსახური წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველოს ექსპორტი წლიურად 87 მილიონი დოლარით, ანუ 14%-ით გაიზარდა და მან 701 მილიონი დოლარი შეადგინა. ვრცლად გიყვებით საქმიან საღამოში. გალტენ თაგარტის შეფასებით 2025 წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები არ შეცვლილა და ისევ 470 მილიონი დოლარი იყო. საინვესტიციო ბანკი წელს ტურიზმიდან ჯამში 4,5 მილიარდი დოლარის შემოსავლებს ელოდება, ანუ დაახლოებით 100 მილიონი დოლარით მეტი 2024 წლის მაჩვენებელზე. მოსავლის მართვის კომპანია რთულთან დაკავშირებით 100 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს. შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ როგორც წინა წელს, ასევე მიმდინარე წელსაც შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს რა რაოდენობის ყურძენი დარჩება ბაზარზე კერძო კომპანიების მიერ შეუსყიდავი. საღამომშვიდობის საქმიანი საღამო სტუდიიდან მოგესალმებით, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე გიყვებით. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდოვა და ბექა ბათიკაძე. დავიწყოთ. საქსტატმა საგარეო ვაჭრობის სამსახური წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველოს ექსპორტი წლიურად 87 მილიონი დოლარით, ანუ 14%-ით გაიზარდა და მან 701 მილიონი დოლარი შეადგინა. მთლიანად 2025 წლის 9 თვეში კი ექსპორტი 5,15 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 7,7%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება იმპორტს, სექტემბერში საქართველოში 1,54 მილიარდი დოლარის საქონელი შემოვიდა, რაც წლიურად 4 მილიონი დოლარით, ანუ 0,3%-ით არის შემცირებული. მთლიანად 9 თვეში იმპორტი 13,4 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 9,7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გალტენ თაგარტის პროგნოზით საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად წელს 10%-ით გაიზრდება, ხოლო 2026 წელს 9%-ით. საქსტატის მონაცემებით ჩარშან საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 11,5%-ით 1971 ლარამდე გაიზარდა. ამასთან აღნიშნულ პერიოდში მედიანური თვიური ხელფასი წლიურად 7,6%-ით გაიზარდა და 1322 ლარი შეადგინა, რაც 32% ნაკლებია საშუალო თვიური ხელფასთან შედარებით. სექტორების მიხედვით 2024 წელს ყველაზე მაღალი მედიანური თვიური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სახელმწიფო მმართველობა, სამთავრობოებითი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა და ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობები. ამასთან 2024 წელს ყველაზე დაბალი მედიანური ხელფასი ფიქსირდება განათლების დარგში. გალტენ თაგარტის შეფასებით 2025 წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 470 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად უცვლელი მაჩვენებელია. საინვესტიციო ბანკის გათვლებით, ჯამურად წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3,6 მილიარდ დოლარს გაუტოლდა გასული პერიოდის განმავლობაში, რაც წლიურად 2,8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გალტენ თაგარტი ელის, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2025 წელს ჯამში 4,5 მილიარდი დოლარი იქნება. 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან 4,3 მილიონი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. სტატისტიკის მიხედვით 9 თვეში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 6,100,000 მიაღწია. ზრდაწინავ წელთან შედარებით 5,4% იყო. საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 7,9%-ით არის გაზრდილი ამავე პერიოდში. უზბეკეთიდან საქართველოში მოგზაურობაზე დაინტერესება მზარდი, ამის საუბარზე ტურისტული კომპანია Check-in Travel-ის დამფუძნებელი იაგედევანიშვილი აცხადებს. მისი თქმით, ბოლო 3 წლის განმავლობაში კომპანიამ უზბეკეთიდან საქართველოში დაახლოებით 30,000 ტურისტი ჩამოიყვანა. ტურისტულ კომპანიაში აცხადებენ, რომ უზბეკ ტურისტებს ძირითადად ზღვისპირეთი აინტერესებთ, თუმცა დაინტერესება მზარდია სხვა მიმართულებებით. აღსანიშნავია, რომ Check-in Travel-ის ერთ-ერთი კომპანია იყო, რომელმაც გასულ კვირას ტაშკენტში გაყიდვების ასოციაციის მიერ
ორგანიზებულ ბიზნეს გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და დაამსწრეს საზოგადოებას საქართველოს თაობაზე ინფორმაციამ გაცნო. ცნობისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით მიმდინარე წლის 6 თვეში უზბეკეთიდან ვიზიტები წლიურად 14.5%-ით გაიზარდა და 29376 შეადგინა. შედეგად უზბეკეთი საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით ტოპ 15 ქვეყანას შორის მე-14 ადგილზეა. ჩვენ უზბეკეთის ბაზარზე მუშაობთ ბოლო 6 წელია. ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩამოვიყვანეთ მიახლოებით 30000 ტურისტი უზბეკეთიდან. ძალიან დიდი დაინტერესება არის, ჩარტერული ფრენები გვაქვს. ყოველ დღე მაისის თვიდან დაწყებული სექტემბრის თვის ჩათვლით ყოველდღიური ფრენები გვაქვს. ბათუმში და თბილისში და იშვიათია ქუთაისი, მაგრამ ზოგჯერ ვამატებთ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მართლა მოთხოვნა იმხელა, რომ ვერ აუდივართ ნაკადებს. ძალიან დიდი ბედნიერებაა იმისა, რომ ნამდვილად არ გვეგონა, რომ ეგეთი დიდი ბაზარი ნამდვილად წამოვიდოდა საქართველოსკენ, მაგრამ დღესდღეობით ეგეთი შედეგი გვაქვს, რომ ჩვენ ყოველწლიურად მზარდი ბაზარი გვაქვს, სერიოზულად, მიახლოებით 30%-იანი ზრდა გვაქვს ყოველ შემდეგ წელს, რასაც ჩვენ 3 წლის განმავლობაში ახლა ბოლოს ვუყურებთ. ფინანსთა სამინისტროს 2026 წლის ფისკალური რისკების ანალიზის მიხედვით საქართველოს სწრაფად მიემართება დემოგრაფიული დაბერების მიმართულებით, რაც მომდევნო აწრეულებში მნიშვნელოვან ზეწოლას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე, განსაკუთრებით ჯანდაცვისა და საპენსიო ხარჯების მიმართულებით. როგორც დოკუმენტში აღნიშნული, საქართველოში ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული მოსახლეობის დაბერების პროცესი, როდესაც მთლიან პოპულაციაში ასაკოვანი მოსახლეობის წილი თანდათანობით იმატებს, რაც მომდევნო რამდენიმე აწლეულის განმავლობაში შექმნის მნიშვნელოვან ზეწოლას ბიუჯეტის ხარჯების ნაწილში. ამჟამად ფინანსთა სამინისტროს შეფასებით 4 სამუშაო ასაკის პირზე ერთი ასაკოვანი მოდის, თუმცა გაეროს პროგნოზის თანახმად 2075 წლისათვის ეს თანაფარდობა შესაძლოა შემცირდეს. 2 ან 3 სამუშაო ასაკის პირზე უკვე ერთი პენსიონერი შეიძლება მოდიოდეს. დოკუმენტის მიხედვით მოსახლეობის დაბერება არა მხოლოდ სოციალური გამოწვევა, არამედ საფრთხეს უქმნის ქვეყნის გრძელვადიან ფისკალურ მდგრადობას. სამინისტროს ანალიზი აჩვენებს, რომ ასაკოვანი მოსახლეობის ზრდის პარალელურად საპენსიო ხარჯები მოიმატებს, თუმცა მოქმედი ინდექსაციის რეჟიმის პირობებში მათი წილი მთლიანში და პროდუქტთან მიმართებით შეიძლება მცირდებოდეს კიდეც. საგადასახადო შეღავათების ნაწილის გაუქმება სახელმწიფო საშუალებას მისცემს რიგი მიმართულებებით განაკვეთების შემცირდეს. ამის შესახებ აუდიტორული კომპანია Taxend Legal Solutions დამფუძნებელი საგადასახადო დანახარჯების საკითხის შეფასებისას აცხადებს. ზურაბ ზნელაშვილის თქმით, თუ კი ფინანსთა სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით დაწესებულ შეღავათებს გადახედავს და რიგ დარგებში მას გააუქმებს, საშუალება გაჩნდება, რომ ქვეყანაში შედარებით დაბალი საგადასახადო ტვირთი იყოს. მისივე შეფასებით აუცილებელია ამისთვის შეღავათების ეფექტიანობა შეფასდეს. ისთვის ფინანსთა სამინისტროს მომზადებული საგადასახადო დანახარჯების ანალიზის თანახმად 2024 წელს ბიუჯეტმა საგადასახადო შეღავათების გამო 6.4 მილიარდი ლარი ვერ მიიღო. 2023 წელს საგადასახადო შეღავათების ჯამური ეფექტი კი 5.9 მილიარდი ლარი იყო. ყველაზე მეტი საგადასახადო შეღავათი დამატებული ღირებულების გადასახადს უკავშირდება და 2024 წელს DGG-ს საგადასახადო დანახარჯებმა მთლიანი დანახარჯების 94% შეადგინა. ეს დანახარჯები ძირითადად მოდის განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და ფარმაცევტული სექტორებიდან, რომლებიც დაბეგვრისგან ნაწილობრივ ან სრულად თავისუფლდებიან. რატომღაც ყველა იკავებს თავს ამის, მაგრამ ეს დამიჯი უნდა გადავდგათ რა, არ არის აუცილებელი, რომ ახლა მაინც 10 წელი ველოდოთ, როზე არის გადასადგმელი, ადრე თუ გან გასაკეთებელი იყოს, რაც მალე გავაკეთებ, ბიუჯეტის უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს, ბაზარზეც კონკურენტული გარემო შეიქმნება და ტვირთით შემცირდება. ჩვენი პრობლემა რა არის? რატომ არის მაღალი საგადასახადო ტვირთი? იმიტომ რომ ნახევარი არ იბეგრება ბიზნესის და ნახევარი დაანჩენ ნახევარზე მიწევს გადადის მთელი ტვირთი. განაკვეთებით, შეღავათებით რომ გაუქმდეს მნიშვნელოვანი წილად, ეხლა ყველას ვერ გავაუქმებთ, რა თქმა უნდა. შემცირდეს საშეღავათო დარგები. ეს საშუალებას მოგცემს საგადასახადო განაკვეთების შემცირების. იცით 18 კი არა, შეიძლება უკვე 15 იყოს. საშემოსავლო გადასახადი 15-20 კი არა, შეიძლება უკვე 15 იყოს. ამ განაკვეთების დაწევის საშუალებას მოგცემს ეს შეღავათების გაუქმება.
რაჭაში რთველი გამოწვევების ფონზე მიმდინარეობს მევენახეები ჩასაბარებელ პუნქტებთან არსებული რიგების გამო ყურძნის ჩაბარებას ვერ ახერხებენ. შესაბამისი ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელებში. ადგილობრივი მარნების წარმოადგენლების ნაწილი ამბობს, რომ რთველი წელს არაორგანიზებული იყო. ჩასაბარებელი პუნქტები კი მაღალ დატვირთვას ვერ უმკლავდებოდნენ. მათივე ინფორმაციით ადგილზე მარნები ყურძენს ვერ იბარებენ, რადგანაც ცისტერნები სავსე აქვთ. შესაბამისად მევენახეებს ყურძენი უფუჭდებათ. ჩემი ინფორმაციით, რაც მე მაქვს, თითქმის ყველა ადგილობრივი საწარმო არის მზად და პროცესები შეუჩერებლად მიმდინარეობს მიდის მოსავლის დაბინავება. არსებული ქარხნები, რაც არის რაჭაში, ყველა ქარხანა გადავსებულია, ვერ მოახდინეს ღვინო მასალის რეალიზაცია ან საპროდუქციის რეალიზაცია. შესაბამისად ცისტერნები არ აქვს თავისუფალი რეზერვუარები და ამის გამო ვერ მოახერხეს ყურძნის მიღება. თან დაემთხვა წვიმები რაჭის რთველს 4 დღე არის გადაუღებლად წვიმს, შესაბამისად რიგებიც არის დიდი, ისეთ კომპანიებთან, მაგალითად ფილღვინო იღებს და აკურა იღებს ეხაც და კამაზებით ეზიდებიან ყურძენს კახეთში. უხმანალექმა კახეთში გაახანგრძლივა რთველი, შესაბამისად ის კომპანიები, რომლებიც ბაზირებულები არიან კახეთში და უბრალოდ რაჭაში რაღაც კონკრეტული ტონაჟობის ყურძენს ყიდულობენ, მათ სამწუხაროდ ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, რაღაც ნაწილმა მოახერხა ჩამოსვლა და შეძენა, თუმცა როგორც წინა წლებში იყო, რომ დაახლოებით 15-20 პუნქტი იყო და როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო კომპანიები აქტიურად იბარებდნენ ყურძენს, სამწუხაროდ ეს რეალობა წელს არ გვაქვს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით 13 ოქტომბრის მონაცემებით კახეთის რეგიონში ღვინის საწარმოებმა უკვე გადაამუშავეს დაახლოებით 283,000 ტონა ყურძენი, გადამუშავებული ყურძნიდან 155,000 ტონა მოდის ქაწითელის ჯიშზე, 120,000 ტონა საფერავზე, დანარჩენი მოცულობა კი სხვადასხვა ტექნიკურ ჯიშებზე ნაწილდება. რთველი მიმდინარეობს რაჭაშიც, სადაც ამბრლოუს მუნიციპალიტეტში გადამუშავებული 1800 ტონა, ალექსანდროული და მუჯურეთული, საპროგნოზო მოსავალი რეგიონში დაახლოებით 2000 ტონის პარგლებშია. ამ ეტაპზე კახეთსა და რაჭაში მოსავალი 20,000 მევენახე ფერმერმა დააბინავა, ხოლო რთველის პროცესში 521 ღვინის საწარმო მონაწილეობს. უწყების ცნობით წელს კახეთის რეგიონში 200-250,000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შეპესე მოსავლის მართვის კომპანია ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს ლარნახევრად, ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს ლარი და 20 თეთრად, არაკონდიცირებულ და დაზიანებულ ან დაავადებულ ყურძენს ერთ ლარად. კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. მოსავლის მართვის კომპანია რთველთან დაკავშირებით 100 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს. შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ როგორც წინა წელს, ასევე მიმდინარე წელსაც შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს, რა რაოდენობის ყურძენი დარჩება ბაზარზე კერძო კომპანიების მიერ შეუსყიდავად. სახელმწიფო კომპანია აცხადებს, რომ მოცემული ღონისძიებების ფარგლებში მთავარი შესყიდვის ობიექტი არის ყურძენი და შესყიდული ყურძნის რაოდენობაზეა დამოკიდებული, ასევე მისი გადამუშავებისათვის საჭირო ტარის, დამხმარე მასალების, ტექნიკური აღჭურვისა და სათადარიგო ნაწილების, ასევე მომსახურებების, ყურძნის გადამუშავების მომსახურება, მიღებული სითხეების შენახვის და ტრანსპორტირების მომსახურება, სპირტად გამოხდისთვის საჭირო მანქანადამდგარების ქირავნობა და საბანკო მომსახურება, შესყიდვების რაოდენობისა და მოცულობების განსაზღვრა. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, რთველი შეუფერხებლად ჩასატარებლად სავარაუდოდ საჭიროა დამატებით 100 მილიონი ლარი წერს მართვის კომპანია. საქმის საღამოს დასრულების შემდეგ წინ გევალდება თელარეგელანტიას წერტილი, ვნახოთ გადაცემის ანონსი. ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ პრობლემებზე, თორემ რამდენი ხელისუფლებაც არ უნდა ვცვალოთ. ყოველთვის ერთსა და იმავეს მივიღებთ. ბიზნესმენი რესან ქიქავა. რამდენად მარტივია დღევანდელ საქართველოში ხმამაღლა საუბარი. რა ტიპის სახელმწიფოს აშენებს ქართული ოცნება და როგორი ეკონომიკა და ბიზნესი გაიხარებს არადემოკრატიულ საქართველოში. დღეს 21 საათსა და 30 წუთზე BMG TV-ზე ექსპო ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი, ბიზნესმენი რესან ქიქავა წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. საქმე საღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბირჟებზე საუბრით და დღეს ძალიან ბევრი რამე გვაქვს სათქმული. ჯერ იყო და
პარასკევი დადგა, რომელმაც ძალიან ბევრი ინვესტორის იმედები გააცრუა, რადგანაც მკვეთრი დაღმასვლა ვიხილეთ S&P 500-საც, Dow Jones-საც და Nasdaq-საც საკმაოდ მკვეთრი კლება ჰქონდათ. Nasdaq-ის შემთხვევაში ეს იყო დაახლოებით 3.9%-იანი ვარდნა, ზოგიერთ კომპანიას 10%-ზე მეტი ჰქონდა კორექცია. კრიპტობირჟაზეც ასევე სისხლის ღრა იყო, იქ საერთოდაც ზოგიერთ კრიპტოაქტივთან მიმართებით რამდენიმე წუთის განმავლობაში ლამის 30%-იანი ვარდნა ვიხილეთ და ბაზრიდან ლამის $1 ტრილიონი კაპიტალიზაცია გაქრა სულ რამდენიმე წუთში. ამას რა თქმა უნდა ჰქონდა გამაპირობებელი მიზეზი და მთელი ამ მოვლენის თავიც და ბოლოც იყო ერთი ადამიანი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც განაცხადა, რომ ის გეგმავს ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების გასცდას. კერძოდ, საუბარი არის არა მცირედ კორექციაზე, არამედ პირდაპირ 100%-იანი ტარიფის დამატებაზე. ანუ ტრამპი მაშინ ამბობდა, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ამოქმედებოდა 130%-იანი სატარიფო რეჟიმი, ანუ საქმე გვექნებოდა სავაჭრო ომის ახალ ეპოქასთან. ცხადია, ეს ახლა ინვესტორებმა ძალიან ნეგატიურად მიიღეს, ამიტომაც ვიღილეთ ის დაღმასვლა, რაც პარასკევს დაფიქსირდა, რადგანაც ყველა მიხვდა იმას, რომ თუ კი ამერიკა დააწესებდა ახალ ტარიფებს, მაშინ ჩინეთი აუცილებლად საფასუხო ტარიფებს დაუბრუნებდა ამერიკას და ასე გაგრძელდებოდა სავარაუდოდ ესკალაცია, რომლის პირველი ნაწილი ჩვენ უკვე ვიხილეთ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ტრამპმა ეგრეთ წოდებული გათავისუფლების დღე გამოაცხადა და ისიც ვიცით საფონდო ბირჟამ მისი გათავისუფლება როგორც მიიღო, აი ამისი გარკვეული სერიული გაგრძელება აღმოჩნდა წინა პარასკევს. ამის შემდეგ შაბათ-კვირას სოფლიოში და ამერიკაში ვითარება არსებითად შეიცვალა. როგორც ჩანს, არც ვაშინგტონში და არც პეკინში არ დაუძინიათ არასამუშაო საათებშიც გააგრძელეს საკითხზე მუშაობა და მიაღწიეს კიდეც გარკვეულ კონსენსუსს, რადგანაც დღეს დილით უკვე გავრცელდა ამერიკის მხრიდან ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა უკან დაიხია და ის უკვე აღარ აპირებს ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას, ანუ ის 130%-იანი მუქარა რეალურად დარჩა მუქარად გაქრა. ასეთი მოლოდინი და საფონდო ბირჟაზე რა თქმა უნდა დაბრუნდა პოზიტიური განწყობა, რომელიც დღესაც გრძელდება და ეს პოზიტიური განწყობა არის საკმაოდ დრამატული და შთამბეჭდავი, ვინაიდან და რადგანაც, როგორც ხედავთ, S&P 500 არის გაზრდილი ამ ეტაპზე ლამის 1.5%-ით, Dow Jones-ი 1.29%-ს აფიქსირებს, Nasdaq-თან კი გვაქვს დაახლოებით +2%. საერთო ჯამში, როგორც ხედავთ, ინვესტორების განწყობა არის საკმაოდ პოზიტიური. მართალია, ჯერაც არა ვართ დაბრუნებული იმ რეკორდულ მწვერვალზე, სადაც ერთი კვირის წინ ვიმყოფებოდით, თუმცა სავარაუდოდ თუ კი ვითარება არ დაიძაბება და პრეზიდენტ სი ძინპინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა კარგად შეავლის, მაშინ უკვე რეკორდულ ზრდასაც დაუბრუნდებით და ის ბულრანი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, კიდევ ალბათ გაგრძელდება, რადგანაც ამის შეჩერების მიზეზები არ ჩანს. თანაც უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს კვირა არის გლობალური საფონდო ბირჟებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც უმსხვილესმა კომპანიებმა უნდა დაიწყონ უკვე კვარტალური შედეგების გამოქვეყნება. ტრადიციულად პირველები იქნებიან საბანკო, საფინანსო გიგანტები, მათ შორის Bank of America, JP Morgan, Goldman Sachs, Wells Fargo, Citigroup, Deutsche Bank და ყველა ის სხვადასხვა ბანკი, რომლებიც სოფლიოს აკონტროლებენ რეალურად. მათ შედეგებთან ერთად ასევე TSMC-ის შედეგებსაც გავეცნობით, Johnson & Johnson-ის შედეგებსაც და საერთო ჯამში უკვე დაიწყო ახალი earning-ების სეზონი, რომელსაც როგორც წესი ინვესტორები განსაკუთრებით აქტიურად ელოდებიან და რა თქმა უნდა 2-3 კვირაში უკვე ტექნოლოგიური გიგანტების შედეგებსაც გავეცნობით, რომელთაც მინდა გითხრათ, რომ დღეს აქვთ აი ასეთი ვითარება. როგორც ხედავთ, მთელი ტოპ-10 არის გადამწვანებული, Broadcom-ი საერთოდ 10%-იანს დასაფიქსირებს, ის ახალ რეკორდზე არის ასული და უკვე 1.7 ტრილიონ დოლარს აღწევს. ასევე Google-ი ფენომენალური +2.5%-ით წარმოადგენილი, Nvidia +3%-ით, Amazon-ს როგორც ხედავთ, ამის 2%-იანი ზრდა აქვს, ხოლო TSMC, რომელიც ხოთშორის მიმდინარე კვირას გაგვაცნობს თავის შედეგებს, დღეს არის წარმოდგენილი 8%-იანი ზრდით. რამდენიმე მათგანი უკვე ახალ რეკორდულ ნიშნულზე იმყოფება, რამდენიმე მათგანი რეკორდულ ზონას უახლოვდება. საერთო ჯამში ინვესტორების განწყობა ამერიკული საფონდო ბირჟის მიმართ არის ძალიან პოზიტიური. ამერიკიდან გადავინაცვლოთ
ევროპასა და აზიაში, ამ შემთხვევაში შანხაიზე უნდა ვთქვათ, ორიოდე სიტყვა მცირედი კორექცია გვაქვს -0.20%-ის ფარგლებში. ნიკეის ინდექსიც აგრეთვე არის შემცირებული, ამ შემთხვევაში კორექციის მაჩვენებელი არის დაახლოებით 1%. რაც შეეხება კრიპტობირჟას იმ დაღმასვლის შემდეგ, რომელიც ასე გამოიყურება, ვითარება არის გამოსწორებული ამ ეტაპზე, შედარებით დასტაბილურებულია. აზრის შეფასება უკვე შეადგენს $4 ტრილიონ. ბიტკოინის ფასი, როგორც ხედავთ, 114,500-ის ვარგლებში, ეთერიუმი დაახლოებით $4,100 იბაჭრება. ერთ კვირაში რა თქმა უნდა გვაქვს კლება, ძალიან მკვეთრი თანაც ბიტკოინთან -8.5%, ეთერიუმთან კი -11.5%. კაპიტალიზაცია უკვე ეთერიუმის 9 ტრილიონს უახლოვდება, ხოლო ბიტკოინის შემთხვევაში გვაქვს $2.284 მილიარდი. აქვე უნდა ვისაუბროთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც მოგხსენებათ არიან წარმოდგენილი ქართული კომპანიები, დავიწყოთ საქართველოს ბანკით, რომელსაც აქვს ზრდა, მატების მაჩვენებელი ამ ეტაპზე არის 2%, საკმაოდ პოზიტიური დღე ჰქონდა EOG-ს. TBC-საც ასევე პოზიტიური დინამიკა აქვს, +1.35%, თუმცა თუ დაუკვირდებით ბოლო 2-3 თვის სტრატეგიას და სტატისტიკას, დიდად გამორჩეული არ არის. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ TBC ინვესტორებისათვის საინტერესო კომპანია ამ შედეგით ყოველ შემთხვევაში არ არის, რადგანაც ხედავთ, რომ ამერიკული საფონდო ბირჟა ამის ყოველ კვირა ახალმწვერვალზე გადის, ხოლო ქართულ კომპანიებს რაღაცნაირად სტაგნაციის პერიოდი დაუდგათ, აქ TBC არ არის ექსკლუზიური, როგორც ხედავთ, საქართველოს ბანკიც უკვე ამის მესამე თვეა ახალ რეკორდულ მწვერვალს ვეღარ აღწევს, ეს კი რა თქმა უნდა ინვესტორების მდგომარეობისა და დამოკიდებულების გარკვეულწილად გაუარესებას იწვევს. აქვე ეს ეროვნულ ვალუტაზეც უნდა ვისაუბროთ ტრადიციულად. როგორც ხედავთ, დღევანდელ სავაჭრო სესიაზე დოლართან კურსმა შეადგინა 2.71. ევროს კურსი გვაქვს 3.14, ხოლო სტერლინგის კურსი არის 3.61. ბოლოს აქვე უნდა ვისაუბროთ Foresight-ზე და მის მიერ შემოთავაზებულ Foresight-ის ლარის ფონდზე. თქვენ შეგიძლიათ ახლა განათავსოთ ლარის ფონდში და ამით მიიღოთ მინუსური სარგებელი და რა თქმა უნდა ამით გრძელვადიანად შექმნათ თოვლათი. სარგებლის მოცულობა წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს როგორც ხედავთ 9%, ხოლო ანგარიზე $50,000 მეტის კონტ შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აჭარბებს 10%. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გარიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო Foresight მემარცხენე უკვე არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ, ესეთი ვითარება გვაქვს ჩვენ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, საქმე საღამოს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით ვაგრძელებთ. საქართველოს მთავრობამ დღეს გამოაქვეყნა განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყანა მმართველობის გამჭვირვალობის ინდექსში დაწინაურდა და მსოფლიოში მე-12 პოზიციას იკავებს. თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მითითებული ინფორმაცია არ ასახავს სრულ ვითარებას, სრულ სურათს, რადგანაც ის, რასაც მთავრობა დამოუკიდებელ ინდექსად მოიხსენიებს, არის მრავალკომპონენტიანი ინდექსის ერთ-ერთი კრიტერიუმი. კერძოდ კი საუბარია ჩენდლერის კარგი მმართველობის 2025 წლის ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს მსოფლიოში 42 ადგილს იკავებს, რაც წინა წელთან შედარებით 3 პოზიციით არის გაუარესებული. ჩენდლერის კარგი მმართველობის ინდექსი აერთიანებს 7 სვეტს, ხოლო მისი კრიტერიუმების საერთო რაოდენობა არის 35. გამჭვირვალობის კრიტერიუმი არის ამ 35 კრიტერიუმიდან ერთ-ერთი და სწორედ ამ კრიტერიუმს წარმოაჩენს მთავრობის განცხადება, როგორც დამოუკიდებელ ინდექსს. თუმცა სინამდვილეში ის საერთო ინდექსის მხოლოდ ერთი ნაწილია. რაც შეეხება მთლიანად ანგარიშს, მასში საქართველოს პოზიციები გაუარესებულია 3 ადგილით, რაც ძირითადად ისეთ კრიტერიუმებში პოზიციის ვარდნას უკავშირდება, როგორიცაა კანონის უზენაესობა, საკუთრების უფლებები, სამართლებრივი სისტემების ხარისხი, ინოვაციები და სხვა კრიტერიუმები. ამავე ინდექსით, კარგი მმართველობის თვალსაზრისით, მსოფლიო ლიდერები არიან სინგაპური, დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, გერმანია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ათეულს ხურავს ლუქსემბურგი.
დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ისრაელი, ღაზა სექტორი და ეგვიპტეა. ცხადია, ყველა განსაკუთრებით ელოდა, რამდენად მოახერხდებოდა ტრამპის მიერ მომზადებული და 10-მდე ქვეყნის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების რეალობაში გარდასახვა. ამასთან ვიხილეთ ტრამპის ვიზიტი ისრაელში და ეგვიპტეში, სადაც ცოტა ხანში მშვიდობის ფორუმი დაიწყება. ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება ჩვენი ჟურნალისტი ერეკლე ფოლადიშვილი, რომელიც მეც გვეტყვის ამ დეტალებს. ერეკლე, საღამომშვიდობის. ბექა საღამომშვიდობისა, გიორგი, გამარჯობა, მივესალმებ მაყურებელს. პირველ რიგში დავიწყოთ პირველი ფაზით. პირველი ფაზა ეხებოდა იმას, რომ ტყვეები და პატიმრები უნდა გათავისუფლებულიყო, გაცვლილიყვნენ, დასრულებულია როგორც ვიცი ეს ფაზა. მოდი მოგვიყვევი ამაზე მეტი. კი ბატონო, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ და მიულოცოთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს უმნიშვნელოვანესი იყო, რომ პირველი ფაზა ფაქტობრივად სრულიად წარმატებით მიმდინარეობს ამ წუთამდე, ამ ეტაპამდე, რაც ცხადია გულისხმობს უპირველეს ყოვლისა ცოცხალი მძევლების ისრაელელი მძევლების დაბრუნებას სამშობლოში, რაც იყო ალბათ ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე 7 ოქტომბრის იმ ტრაგიკული და ტერორისტული აქტის შემდეგ. მეორე მხრივ ჰამასმა მოახერხა თავისი მიზნის მიღწევა და ისრაელიდან თავის მიწაზე ღაზაში ჩაიყვანა ის წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა პატიმრების, რომლების ნაწილიც სამუდამო სასჯელს იხდიდა ისრაელელი მოქალაქეების დახოცვისა თუ ელემენტარულად ტერორისტული აქტების მოხდენისთვის, რომლებმაც ძალიან ბევრ ადამიანს შეუქმნა საფრთხესაც, მე მგონი. კი, ცხადია. და აღარაფერს ვამბობ იმ 1750 ადამიანზე, 1700 ადამიანზე უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რომლებიც პირდაპირ 7 ოქტომბერში იღებდნენ მონაწილეობას იმ ტერორისტულ აქტში. ეს იყო ერთი ნაწილი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. თუმცა აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია ის მოვლენა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი დღეს უნდა ყოფილიყო ეს, მთელი მსოფლიოს ყურადღება უნდა ყოფილიყო ამაზე, თუმცა დონალდ ტრამპმა მოახერხა, რომ ყურადღების ცენტრი მასზე გადატანილიყო, ის დილითვე ჩაფრინდა ამ ისრაელში და ფაქტობრივად საკუთარი თვალით ადევნებდა თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, ტყვეების და მძევლების გაცვლის და პატიმრების გაცვლის პროცესს, ამ ორმხრივ პროცესს, რაც საკმაოდ წარმატებით დასრულდა კიდევ ერთხელ ვიძახი ცოცხალი ადამიანების შემთხვევაში, რაც შეეხება გარდაცვლილებს. ამჟამად ახდება ინფორმაცია, ვიცით რომ 2 ადამიანის ცხედარი უკვე გადაყვანილია, 20 ცოცხალი ადამიანი არის, 20 გადარჩენილი ადამიანი არის დაბრუნებული, ანუ ყველა. და ამ კუთხით მოკლედ მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი გვაქვს, ასევე გაიზრდება უახლოეს დღეებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ტრამპის ჩასვლას, ამაზე მე მგონი უფრო დეტალურადაც შევძლებ. ტრამპის ვიზიტზე უნდა ვისაუბროთ. მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა ის არის, როგორ ჩაიარა მისმა ვიზიტმა, როგორი იყო მისი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და როგორც ვიცით, ზოგადად თელამოვლენას ის მის პირად გამარჯვებად მიიჩნევს და ამბობს, რომ მშვიდობის მყოფელობის მიმართულებით ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებაა. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეც არის, იმიტომ რომ სწორედ მის გეგმა იყო ის 20 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელმაც რეალურად გაამართლა და მოუტანა, როგორც იქნა ისრაელს ის ნანატრი სურვილი აუსრულა, რასაც ერქვა ძევლების დაბრუნება. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღნიშნოთ, რომ ტრამპის ვიზიტში უფრო მნიშვნელოვანი იყო ის დეტალები, რაც ვიხივეთ. მაგალითად, ქნესეთში ვიზიტი, რომელიც იყო 3 საათნახევრიანი, აქედან საათნახევრის განმავლობაში თვითონ გამოდიოდა სიტყვით და ისაუბრა ძალიან ბევრ საკითხზე. უპირველეს ყოვლისა, რაც მაყურებელს აუცილებლად უნდა უთხრათ, არის ის, რომ ფაქტობრივად დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ეს ომი დასრულდა. ამ ომის გაგრძელება აღარ შეიძლება. თქვენი გასაკეთებელი გააკეთეთ, ეს უთხრა ფაქტობრივად ისრაელის როგორც ოპოზიციას, ისევე ხელისუფლებას, ახლა დროა ჩვენ მივიყვანოთ საქმე ბოლომდე და დავასრულოთ სამშვიდობო პროცესი, გავიდეთ ბოლომდე, ეს იყო ერთი მნიშვნელოვანი განაცხადი. ასევე მან ცხადია გადაუხადა უღრმესი მადლობა ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც აღნიშნა, რომ არის საკმაოდ ხისტი და მკაცრი პოლიტიკოსი, თუმცა თავისი პოზიციების დამცველი, რასაც ძალიან აფასებს. აქვე მე მგონი ცოტა შეაღონა ნეთანიაჰუს პრინციპულობა ტრამპი და ამიტომ რაღაც მომენტში, როცა მიეცა შესაძლებლობა, შეაქვა ოპოზიციის ლიდერი, რომ ის არ არისო ცუდი კანდიდატი
ოქროს განადგურება ხო დაუდგეს ბიტკოინით. აი ოქროს ტრედის გადაეცა. ხო, ოქროს ტრედი გადასცა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, როგორც ცხადია ეს ტრედი რომ არის მშვიდობის სიმბოლო, ამას ახლა ჩემი ახსნა განმარტება ნამდვილად არ სჭირდება. ეს საკმაოდ სწორი ჟესტი იყო, შეგვიძლია ვთქვა ბენიამინ ნეთანიაჰუს მხრიდან, თუ გავითვალისწინებთ როგორ უყვარს დონალდ ტრამპს ოქროს ფიგურები შეეძლო ნებისმიერი თეთრი ტრედი მშვიდობის სიმბოლო. კი, მაგრამ ოქროსი კი, ტრამპს ოქროსფერი ყველაზე მეტად უყვარს. ხო, და სწორადაც დაიჭირა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეს. ხო, ქნესეთზე უნდა დავასრულოთ საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კიდევ ის, რომ მან ახსენა, რომ ეს არ არის ის ომი, რომლითაც ზოგადად უნდა და ეს სამშვიდობო მოლაპარაკება არ არის ის, რითიც უნდა დავამსრულოთ ზოგადად ახლო აღმოსავლეთის პროცესები, დროა მთლიანად ახლო აღმოსავლეთში ჩაცხრეს ვითარება, ეს რეგიონი აღარ იყოს არათუ ამერიკისთვის, არამედ მსოფლიოსთვის ერთ-ერთი გამოწვევა და ამ კუთხით მან პირდაპირ აღნიშნა მზაობა გამოხატა, რომ ირანთან განახლდეს მოლაპარაკებები ბირთვულ შეთანხმებაზე, ჩვენ გვახსოვს როგორ წარიმართა ბოლოს ისრაელსა და irans შორის დაპირისპირება, სამაგიეროდ ახლა ტრამპი გამოთქვამს პირდაპირ მზადყოფნას, რომ დაიწყოს ირანთან რეალური მოლაპარაკებები და ეს საკითხი ჩაბარდეს წარსულს და ირანიც ის რომ ქვეყანა რომელიც ამჟამად ყველაზე წაგებულ პოზიციაშია აი ეს მომენტი დაიჭიროს ტრამპმა და როგორც იქნება დასვას მოლაპარაკების მაგიდასთან ირანი. აქვე ერთი უსიამოვნება იყო ტრამპის გამოსვლისას, რამდენიმე დეპუტატმა. კი, მემარცხენე რადიკალური მემარცხენე პარტიიდან სიტყვა შეაწყვეტინა ტრამპს და იძახდნენ რომ უნდა მიენიჭოს ისრაელის ქნესეთის მიერ პალესტინას დამოუკიდებლობა. ნუ ეს რამდენად მოხდება ეს სხვა საკითხია, მაგრამ ჟესტი როგორც ასეთი მე მგონი ხლად ჭკვიანური მემარცხენე ფრთისგან არ იყო. ხო, მე გააძევეს ეს რომანტიკები დარბაზი ტრამპმა თქვა რომ საკმაოდ ეფექტური იყო. ხო, იხუმრა თავისებურად ამ თემაზე. კი. სიტყვა შეაწყვეტინეს. ტრამპი მხოლოდ ისრაელში არ იყო, ახლა როგორც ვიცი ეგვიპტეშია, იქ მშვიდობის სამიც ატარებს. კი ბატონო, რაღაც გარკვეული კაიროში რაღაც აფეთქებაც იყო, მაგრამ მე მგონი მშვიდობა ჯერჯერობით სამიც. იმიტომ რომ შარმელ-შეიხი იყო დაგან არის საკმაოდ ჭვევერი. რა ხდება ამ სამიძე, მოკლედ რა ტიპის ღონისძიება, რა მნიშვნელობის და რას ველოდებით ამ სამიცგან და გარდა ტრამპისა ვინ არიან ჩასულები შარმელ-შეიხში? ხო, შარმელ-შეიხის სამიტი, რომელსაც მშვიდობის სამიტი, ღაზას სამიტი, არ ვიცი, რამდენიმე სახელით ვიცნობთ უკვე. ეს არის ალბათ შეიძლება ითქვას შეჯამება იმის, რაც მიაღწიეს მსოფლიო ლიდერებმა, განსაკუთრებით იმ მომლაპარაკებებმა, რომლებიც პროცესში იყვნენ პირდაპირ ჩართული და შეიძლება ითქვას, რომ მართლაც დამსახურებული შეხვედრა იმართება, 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი არის ჩასული, არა მარტო ქვეყნის, არამედ ორგანიზაციის, ახლა განსაკუთრებით ხო? აი ამჟამად მიმდინარეობს, სხვათა შორის, თუ დასაწყისში დონალდ ტრამპ, თუ დასაწყისში ეგვიპტის პრეზიდენტი El-Sisi იყო მასპინძელი, ახლა დონალდ ტრამპმა მოირგო მასპინძლის როლი და ფაქტობრივად წაართვა პრეზიდენტს ეგვიპტეს, ნუ ცხადია თავის პოზიციას ყველგან ინარჩუნებს, თუმცა იყო რამდენიმე საინტერესო მომენტი, მაგალითად ბენიამინ ნეთანიაჰუ სავარაუდო ჩასვლა განიხილებოდა და როცა გაიგო ეს თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა რომ თუ ბენიამინ ნეთანიაჰუ დაესწრება ღონისძიებას, უბრალოდ თაერში იყო ამ დროს მისი თვითმფრინავი და თქვა რომ გააბრუნეთ უკან დამაბრუნეთ იქ საიდანაც მოვედი თუ ბენიამინ ნეთანიაჰუ დაესწრება, ეს გასაგებია რითიც არის განპირობებული მათ როგორი დაპირისპირებაც აქვს. სამაგიეროდ როცა ჩავიდა და მიაღწია თავის ეს საკმაოდ კარგ განწყობაზე იყო და ხალხი და ჩვენი მაყურებელი ახლა ხედავს კადრებში როგორ კულტურულად რომ თქვა ეფლირტავება იტალიის პრემიერ-მინისტრს და ეუბნება რომ სიგარეტის მოწევას უნდა გადაგჩვიო. კი გამოიყურები ლამაზად, მაგრამ სიგარეტის მოწევა არ არის შენთვის კარგიო და ეხლა რა ჟესტია? მელონის უპასუხია რომ იცი რა, ეგ კი მაქვს პრობლემა, მაგრამ არ მგონია რამე მოახერხო, მოკლედ ეს იყო კარგი მეგობრული ჟესტი იმ კუთხით რომ ესეთი პერსონა მე მგონი მაუნეჩოს მიაჩვევს. კი, მე მაგას უფრო ველოდები. დააჩვევს. კი, მაგის მოლოდინი ნამდვილად მაქვს. სამაგიეროდ ძალიან მნიშვნელოვანია ეს სამიტი იმ კუთხით რომ ეს არის მშვიდობის გლობალური სამიტი, რომელიც იმართება როგორც აღნიშნეთ შარმელ-შეიხში და მას ესწრება კავკასიის ყველა ქვეყანა საქართველოს გარდა. ეს ჟესტი ვინც როგორ უნდა ისე გაიგოს, თუმცა ფაქტია რომ სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის ლიდერები ახლა იქ არიან, ცხადია ისინი ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ხვდებოდნენ დონალდ ტრამპს თვალში და ეს არის ალბათ ამის მიზეზი. აქვე ერთხელ ვიტყვი რომ პაკისტანის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი იმყოფება იქ, რაც ნიშნავს იმას, რომ რადგან ცოტა ხანში თქვენი საუბრობთ პაკისტანსა და ავღანეთს შორის დაპირისპირების ფონზე, როგორც ჩანს ამერიკა პაკისტანის პოზიციას დაიჭერს დიდი ალბათობით. მადლობა.
ერეკლე ფოლადიშვილი იყო ჩვენთან ერთად, მადლობა საინტერესო საუბრისთვის. შენ და ზუსტად 1 წუთში უნდა გავაგრძელოთ საქმიანი საღამო. დღის სხვა თემები. ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს. როგორც კომიტეტში აღინიშნა, დოკუმენტი არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და ფისკალური პარამეტრების საფუძველზეა მომზადებული. ეროვნულ ბანკს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე შენიშვნები არ აქვს. ამის შესახებ სების ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ერთპარტიული პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე განაცხადა. ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით ეროვნული ბანკი ქვეყნის ბიუჯეტის პროექტს ძირითადად ვარლის და დეფიციტის პარამეტრების, ასევე გათვალისწინებული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიმართულებით აფასებს. მთავრობის განკარგულებით ბორჯომის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული აუქციონი, რომელთაც 49256 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი იყიდებოდა, შეწყდა. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს მთავრობის განკარგულებით ტყის სტატუსი მთავრობის 1 ოქტომბრის განკარგულებით შეუწყდა და ის საპრივატიზაციოდ გამოვიდა. ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება მსოფლიოში და მსოფლიოსთვის განვლილი 24 და ასევე 48 საათი ძალიან საინტერესო, ესეთი როლერ კოსტერული იყო, რადგანაც ჯერ იყო და გაიზარდა აბსურდულად რისკები გეოპოლიტიკური ესკალაციის მიმართულებით, ვინაიდან ტრამპმა დაანონსა ტარიფების დაწესება ჩინეთის წინააღმდეგ, თუმცა შემდეგ გამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელმაც გააკეთა განმარტება, რომ ტრამპმა ეს გადაიფიქრა, ახლა სხვა აზრზეა და მოლაპარაკება გაიმართება და მოლაპარაკებას დაესწრებიან უშუალოდ დონალდ ტრამპი და სი ძინპინი, ჩინეთის ლიდერი, შეხვედრა გაიმართება სამხრეთ კორეაში, სადაც მხარეები განიხილავენ სავაჭრო მოლაპარაკების საკითხებს. ამ საკითხის შემდეგ უკვე სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტიც გამოეხმაურა, ანუ რეალურად ამერიკის ფინანსთა მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ ვაჭრობის უტარიფოდ ან დაბალი ტარიფით გაგრძელება არის ამერიკის პრიორიტეტი. ამერიკას არ სურს ვაჭრობის მიმართულებით ჩინეთთან, ასე ვთქვათ, ახალი ომის წამოწყება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთს გაუვა ის ყველაფერი, რაც აქამდე გაზდიოდა და პეკინი იზამს იმას, რაც მას მოესურვება. ამას ამერიკა არ დაუშვებს და ტრამპის ადმინისტრაცია წავა ყველა იმ საჭირო გზაზე, რომელიც ამერიკას მიიყვანს რეალურად საუკეთესო პოზიციამდე. აი ასეთ რაღაცას ამბობს ბესენტი. აქ ბევრი რაღაც ამოკითხვა შეიძლება განცხადებიდან, მათ შორის იმისი, რომ ამერიკა პოტენციალურად არ გამორიცხავს უფრო მკაცრი სადარბჯელო ზომების შემოღებასაც, თუ კი ჩინეთის მხრიდან არ იქნება თანხმობა იმ მოლაპარაკებაზე, რომელიც უნდა გაიმართოს სამხრეთ კორეაში. ხო, არა მარტო ეგ, ალბათ მზაობაც ამერიკის შეერთებული შტატებისა, მისი ეკონომიკისა იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება დადგეს თუ იქნება ტარიფები და ჩინეთის მხრიდან იქნება საპასუხო რეაქცია. ამ მზაობის ერთ-ერთი დამადასტურებელი შეიძლება გახდეს ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პენტაგონი კრიტიკული მინერალების სტრატეგიული რეზერვის შექმნას აპირებს და ეს არის დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიტიკული მინერალები. ვსაუბრობთ იმ მინერალებზე, რომელიც ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებს ჩინეთიდან მიეწოდება და ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკის ინდუსტრიისათვის და ამერიკის ეკონომიკისთვის ზოგადად. ამიტომ ცხადია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იმ შემთხვევისთვის, თუ ჩინეთი გადაწყვეტს და უკვე შეზღუდა ასეთი მინერალების მიწოდება, იყო რამდენიმე ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება, რომელიც ჩინეთის მთავრობამ მიიღო, მას შემდეგ და ტარიფები დაწესდა მათი მისამართით, ამ შემთხვევაში ჰქონდეს ამერიკის შეერთებული შტატებს რეზერვი იმისთვის, რომ მოახერხოს უმტკივნეულოდ გადასვლა სხვა მომწოდებელზე და ჩანაცვლება. 1 მილიარდია ჯერჯერობით გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია, რომელიც რეზერვი უნდა გაკეთდეს, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე საუბრობენ ომის დეპარტამენტში, რომ ეს 1 მილიარდი გახდება რამდენიმე ათეული მილიარდი იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდეს კარგი საფუძველი ჩინეთთან თუნდაც ვაჭრობის დარგში. ხო, ეს დაახლოებით იგივე, რაც არის მაგალითად ნავთობის სტრატეგიული რეზერვი, რომელიც სანავთობო კრიზისის შემდეგ შეიქმნა ამერიკაში და მისი მიზანი ის არის, რომ თუ კი ოდესმე OPEC-ს ან სხვანების რეაქტორს მოუნდება მიწოდების შეზღუდვა, ამერიკაში სანავთობო შოკი არ დაიწყება, რადგანაც ქვეყანა საკუთარ რეზერვს გამოიყენებს. ამ მიმართულებით სტრატეგიული რეზერვების, ასე ვთქვათ, დარგში თავი გამოიჩინა JP Morgan-მა. ეს არის პლანეტის ყველაზე მსხვილი ბანკი, რომელიც რა თქმა უნდა ამერიკულია, ეს არის ბანკი, რომელიც არა უბრალოდ
რაღაც კომპანიებს და კერძო პირებს აფინანსებს, არამედ მთავრობებს აფინანსებს და არაერთხელ სახელმწიფოებიც კი გადაურჩენია გაკოტრებას და გაბანკროტებას. აი ამ მასშტაბების ბანკია ის და მოკლედ ამ ბანკმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება და ის 1.5 ტრილიონ დოლარს ჩადებს ამერიკის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. აქ საუბარი არის პროექტებზე, რომელთა არსებობა მნიშვნელოვანი არის ეროვნული უსაფრთხოებისათვის და ჯეიმი დაიმონი ამბობს, ანუ კომპანიის დირექტორი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამერიკამ დაუშვა და ის გახდა დამოკიდებული გარემომწოდებლებზე, როგორც ტექნოლოგიის მოწოდების კუთხით, ასევე მინერალების კუთხითაც და ეს დაიმონს მიაჩნია პრობლემად, რადგანაც ცუდმა აქტორებმა, მაგალითად ჩინეთმა შეიძლება ეს ამერიკის წინააღმდეგ ბერკეტად გამოიყენონ, რასაც ჩვენ ისედაც ხედავთ და ამ პრობლემის მოგვარება ესე მარტივად არის შეუძლებელი, საჭირო არის ძალიან დიდი ფული და ძალიან დიდ ფულს ამ მიმართულებაში ბანკები არ ჩადებენ, სხვა ბანკები, რადგანაც კომერციულად არ არის ეს საინტერესო, მაგრამ JP Morgan იმ მასშტაბის ბანკია, რომ მას შეუძლია არაკომერციულად საინტერესო პროექტიც კი დააფინანსოს, რადგანაც JP Morgan-ი აქ აპირებს გაჩერებას კიდევ 200-300 წელი. შესაბამისად, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა იყოს ზე სახელმწიფო, რომელს კონკურენცია ვერ გაუწიოს ვერავინ, შესაბამისად, ასეთი გეოპოლიტიკური მიზანიც კი შეიძლება ჰქონდეს კომპანიას, ოდესაც ადის JP Morgan-ის მასშტაბებზე და ამიტომაც კომპანია გამოყოფს 1.5 ტრილიონი დოლარის მიმართულებას, რომელიც მოხმარდება როგორც უმეტესწილად სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ფოკუსირებულ კომპანიებზე, ასევე იმებზე, რომლებიც არიან ჩართულნი მიწოდების ჯაჭვში, ადგილობრივ წარმოებაში, მინერალების მოპოვებაში, დამუშავებაში და ყველაფერში, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ ამერიკა არასოდეს არ აგვიჩნდეს რაიმე სახის კრიზისის წინაშე. JP Morgan-ს აქვს ფუფუნება? კი. ეს არ არის ბანკი, ხო, ნუ არ არის ის ბანკი, რომელიც საკარნახევია, შეიძლება 200 წლიანი პერსპექტივა. ხო, ზუსტად ეგ არის. კი. კი ბატონო, ამერიკის თავი ასე ვთქვათ ამ ნაწილში რომ დავხუროთ, მთავრობის შატდაუნი უნდა ვახსენოთ, რომლის შედეგადაც ფედერალური სამუშაო ძალა ათასობით ადამიანით შეამცირა დონალდ ტრამპმა და პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, დემოკრატიულ პარტიას დააკისრა. გავრცელებული ინფორმაციით სამუშაო ადგილების შემცირება მიმდინარეობს სახაზინო დეპარტამენტში, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სააგენტოში, შემოსავლების სამსახურში, განათლების, კომერციის დეპარტამენტებსა და შიდა უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების განყოფილებაში. თუმცა სამსხურიდან გათავისუფლების საერთო მასშტაბები ჯერ კიდევ არის უცნობი. ტრამპის მიერ წელს დაწყებული შემცირების კამპანიის გამო 300,000-მდე ადამიანმა უკვე დაკარგა სამსახური და მოუწია საჯარო მოხელე სამსახურის დატოვება, თუმცა ამ ეტაპზე რა მასშტაბის იქნება შემცირებები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია რომ დაწყებულია. ოვალურ ოფისში ტრამპმა რეპორტიერებს უთხრა, რომ ეს ყველაფერი დემოკრატებმა მოაწყეს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ტრამპის რესპუბლიკურ პარტიას ორივე პალატაში კონგრესს აქვს უმრავლესობა, თუმცა იმისთვის რომ დაფინანსების შესახებ ნებისმიერი თემა გავიდეს და დამტკიცდეს, დემოკრატების ხმად საჭიროა, სწორედ აქ მოხდა ასე ვთქვათ ინტერესების არათანხმედრა, ვიცით დაპირისპირების საგანიც, ეს არის ობამაქეარი ჯანდაცვის პროგრამა და შემდეგ გამოცხადდა შატდაუნი. შატდაუნის განმავლობაში ტრამპმა არაერთხელ გავრცელა მუქარა, რომ სამუშაო ძალა შეამცირებდა. მთავრობის მუშაობის შეჩერებიდან მეათე დღეს კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შემცირებს მთავრობის იმ დეპარტამენტებიდან დაიწყებს შემცირებებს, სადაც დემოკრატებს მიჰყავთ ასე ვთქვათ სიტუაცია და დომინირებენ დემოკრატები. კი ბატონო, წამყვანი როლები აქვთ. ამასთან ეს გაგვაწევად არის იძულების მექანიზმი, რომ თუ არ მოხსნით შატდაუნს, ეს არის ბერკეტი, რომ გავათავისუფლებთ იმ ადამიანებს, კი, რომელთა გადასვლება არ გინდათ რეალურად. ხო, და ისინი ალბათ მიუბრუნდებიან საკუთარ პარტიას, რომ რა თქმა უნდა, ხდება ჩვენი ასე ვთქვათ შევიწროება პარტიული ნიშნი. სადამდე. ხედავ. მოკეთ ტრამპმა გამოსცა ასევე ბრძანება, რომ ნიუ-იორკისთვის, ილინოისსა და კალიფორნიისთვის ინფრასტრუქტურის 28 მილიარდიანი დაფინანსების გაყიდვა მოხდა, მაშინ როცა ამ შტატებში და ამ ქალაქებში განსაკუთრებით ასე ვთქვათ იზრდება ნეგატიური დამოკიდებულება დონალდ ტრამპის მისამართით. ახლა რაც არის ცნობილი იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით 4200 თანამშრომელს მიუვიდა შეტყობინება სამსხურიდან გათავისუფლების თაობაზე ჯერჯერობით. ხო, ამერიკიდან დრო გადავინაცვლოთ. ძალიან შორს პაკისტანისა და ავღანეთის საზღვარზე, სადაც ვითარება არის დაძაბული, სასაზღვრო პუნქტები არის დახურული, მათ შორის იყო ცეცხლის გასროლის ფაქტი, რამდენიმე ადამიანი არის დაშავებული, ზუსტი მონაცემების დადგენა ძალიან რთულია, მაგრამ პაკისტანს თუ დავიჯერებთ, მინიმუმ 58 პაკისტანელი ჯარისკაცი არის დაჭრილი, ასევე დაჭრილები არიან
ავღანეთის მხარესაც. დაპირისპირების, ასე ვთქვათ, საფუძველი არის ასე ვთქვათ, ურთიერთშერაპარაკებულ ჯგუფებს შორის პირდაპირ სამხედრო დაპირისპირება, აქ ისედაც ძალიან რთული კონფლიქტური ზონაა, უგვამსწორებელს არის ავღანეთი სახელმწიფო, რომელსაც მართავს თალიბანი, ტერორისტული ორგანიზაცია, შესაბამისად იქ რაიმე სახის, ასე ვთქვათ, დიპლომატიური მოლაპარაკების რესურსი არსებობს თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ასევე აქ მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ თავად ესკალაცია წესით არც ერთ მხარეს არ უნდა და როგორც ჩანს, კატარისა და საუდის არაბეთის შუამდგომლობით მხარეები ჯერჯერობით შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა ეს რამდენად ხანგრძლივი იქნება სხვა საკითხია, რადგანაც ვიცით, რომ ეს არის უკიდურესად კონფლიქტური ზონა, სადაც როგორც წესი შეტაკებები არის რეგულარული მოვლენა, რომელზედაც დიდად საერთაშორისო საზოგადოებაც კი არ რეაგირებს. და საფრანგეთი მისი პოლიტიკური კრიზისით საფრანგეთის ხელმძღვანელმა პრემიერ-მინისტრმა სებასტიან სადაც არ უკვირთ კრიზისი და თავრობის როგორც რაღაც გარკვეული დაპირისპირებები შეერაღებული თუნდაც საფრანგეთის ბოლო პერიოდია. სებასტიან ლეკორნომ სამთავრობო კაბინეტი წარადგინა ახალ შემადგენლობაში. მინისტრთა რაოდენობა ერთით არის შემცირებული და 34-ში ადგენს. აღსანიშნავია, რომ ფრანსუა ბაირუს კაბინეტისგან განსხვავებით ლეკორნოს მეორე მთავრობაში 2/3 იქნება ახალი სახე. თუმცა პოზიციებს შეინარჩუნებენ ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრები. ლეკორნოს ხელახალი მცდელობის მიუხედავად პარლამენტის რადიკალურმა მემარჯვენე და მემარცხენე ფრთებმა უკვე განაცხადეს, რომ არც ამ კაბინეტს დაუჭერენ მხარს, კიდევ ერთი რაუნდი. მიუხედავად იმისა, რომ ლეკორნომ თანამდებობებზე წარადგინა ამ პარტიების წარმომადგენლები იმისაც, რომ მოეპოვებინა მხარდაჭერა, თუმცა წარდგენიდან მალევე ეს ადამიანები პარტიიდან გარიცხეს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ლეკორნო ვერც ამჯერად მიიღებს მხარდაჭერას და მისი მცდელობა იქნება უშედეგო. წინა მცდელობის შემდეგ ლეკორნომ, როგორც ვიცით, თანამდებობა დატოვა, თუმცა ის კვლავ დააბრუნეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე და დაავალეს, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტი დაეფორმირებინა, თუმცა როგორც ხედავთ, ჯერჯერობით საფრანგეთში მინისტრთა კაბინეტის ფორმირება არ გამოდის და გადმოგვება რომ ეს საქმე ჩვენ და მივხედავდება. კი, ერთპარტიულად კი ბატონო. შეგვიძლია აუთსორსით გაუწიოთ მომსახურება. მეგონი არ ჭირდებათ. პროვისაუბროთ გლობალურ ბიზნესზე და კიდევ ერთი ავიაკომპანია Verijet Airlines-ი გაკოტრდა. ბოლო პერიოდში ავიახაზების გაკოტრების ამბები ლამის ყოველკვირა გვესმის, რაღაც ტრადიციადაც კი იქცა. და Verijet-ი კიდევ ერთი მორიგი კომპანია გახდა, რომელიც შეეწირა ამ ტენდენციას. ის საკმაოდ დიდი კომპანია იყო ამერიკაში, რიგით მე-13 თავისი ზომით. რომელსაც ისე მოხდა, რომ დაუგროვდა 39 მილიონი დოლარის ვალი და ამ ვალის მომსახურება, ანუ გასტუმრება კომპანიამ ვერ შეძლო, აღმოჩნდა ის დეფოლტის წინაშე და საბოლოო ჯამში ის გაკოტრდა. მაგრამ ამ კომპანიის გაკოტრებას აქვს ერთი საინტერესო ახსნა განმარტება. საქმე ის არის, რომ რიჩარდ კეინი, რომელიც იყო ამ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, დაიღუპა სექტემბერში, გარდაიცვალა იგი და როგორც კი ის აღარ იყო, ასე ვთქვათ, ინვესტორებმა მომენტალურად, ფაქტობრივად მეორე დღესვე დაკარგეს ყველანაირი ნდობა ამ კომპანიის მიმართ. ნუ ზოგადად ეს ასეა, როდესაც მთელი ბიზნესი ერთ პერსონაჟია დაშენებული, როდესაც ის ან მიდის, ან სამწუხაროდ იღუპება, შემდეგ უკვე კომპანიაც იშლება. სწორედ აი ეს შემთხვევა მივიღეთ, ინვესტორებმა შეწყვეტეს დაფინანსება ამ კომპანიის და დაფინანსების გარეშე ავიახაზები აღმოჩნდა დეფოლტის წინაშე და საბოლოო ჯამში ის გაკოტრდა. მე-7 ქვეთავით არის სასამართლოში შეტანის განაცხადი გაკოტრებასთან დაკავშირებით, თუ ის დაკმაყოფილდება, მაშინ Verijet-ი თავის აქტივებს, ანუ იმ თვითმფრინავებს და იმ ყველაფერს რაც აქვს გაყიდის და მიღებულ თანხას რაც იქნება გაუსტუმრებს ინვესტორებსა და კრედიტორებს, აქ დიდი თანხა ვერ იქნება. მაგრამ რაღაც ნაწილს მაინც დაებრუნებენ ისინი ვალის სახით. Warner Bros. Paramount-ის შესყიდვა არ დასტურდება, მოკლედ ეს გარიგება, რადგან შეთავაზებული თანხა ძალიან დაბალი იყო. ამის თაობაზე საინფორმაციო აგენტო Reuters-ი Bloomberg News-ზე დაყრდნობით წერს. წყაროს ცნობით Paramount-ის შეთავაზება თითო აქციას დაახლოებით $20 შეადგენდა. Paramount-ი კომენტარს არ აკეთებს ამ თემაზე, ისევე როგორც Warner Bros.-ის წარმომადგენლები ამ თემაზე. Bloomberg-ის ცნობით Paramount-ი, რომელსაც David Ellison-ი ხელმძღვანელობს Warner Bros.-ის შესყიდვის რამდენიმე
გზას განიხილავს, არა მარტო პირდაპირ აქციებისა, შეთავაზების გარდა აქციონერებთან პირდაპირ კომუნიკაცია, ფინანსური პარტნიორის ხარდაჭერის მოპოვება, გამოცემის ცნობით Paramount-ი ალტერნატიული აქციების მმართველ Apollo Global Management-თან მოლაპარაკებებს აწარმოებდა მისი წინადადებების ხარდაჭერის მიზნით, თუმცა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ეს გარიგება არ არის დადასტურებული. ელისონმა Paramount-ი აგვისტოში გადაიბარა, მას შემდეგ რაც მის კინო პროდიუსერულ კომპანია Skydance Media-სთან 8 მილიარდი დოლარის ღირებულების გაერთიანება დაასრულა. Paramount-ი საკმაოდ აქტიურია მიმდინარე ეტაპზე, მისი კონტრაქტი 7 მილიარდიანი MMA-ის ორგანიზაცია UFC-სთან უკვე ვიცით, მოკეთ აქტიურად განაგზობს, როგორც ჩანს, ელისონი განვითარებას და ნახოთ, იქნება თუ არა შემდეგი ნაბიჯი Warner Bros-ის შეწენა. ხო, დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს აქვს ერთი საინტერესო ამბავი. ეს არის რიში სუნაკი, რომელიც დიდი ხანი არ ყოფილა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ის იყო ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი პრემიერ-მინისტრი ლამის 900 მილიონი დოლარის ქონებით და ეს ადამიანი არც მეტი არც ნაკლები დასაქმდა Microsoft-ში. ლანდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიაში ის გახდა სტრატეგიული განვითარების მიმართულებით უფროსი მრჩეველი. ცხადია, ეს არ არის full-time სამსახური, ის უბრალოდ სიმბოლურად არის იქ განაშული და რეკომენდაციას გაუწევს კომპანიას გეოპოლიტიკურ საკითხებში, როგორ განვითარდეს სხვადასხვა ბაზრებზე. ის ასევე ზუსტად იგივე თანამდებობაზე დაინიშნა AI startup Anthropic-ში, რომელიც Claude-ის ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს და როგორც ჩანს, ეს ადამიანი სრულად აპირებს ბიზნესის განვითარებით გადასვლას, თუმცა ამას არ აკეთებს ფულის გამო, რადგანაც როგორც ამბობს, ორივე კომპანიიდან მიღებულ შემოსავალს გაუშვებს სრულად თავისსავე დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდში და დაეხმარება იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ეს, რადგანაც რიში სუნაკს, როგორც თქვით, ისაც 900 მილიონი დოლარი აქვს და მეეჭვება Microsoft-ის ხელფასში. კარგი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ არის პოლიტიკიდან წავიდა. კი ბატონო. საქმეის აღამო ამით დასრულებულია, მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე. საქმიანი საღამო სპონსორია Cora Consulting-ი.